მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოროშკინას პოდკასტია პირდაპირ ეთერში. ბევრი საინტერესო თემა დაგროვდა და მე მინდა ერთი პატარა პასაჟით დავიწყო ჩვენ დღევანდელი გადაცემა, რიცით შევდივარ ხოლმე სტუდენტებთან და აი ესეთ შეკითხვას ვუსვამ. მაგალითად, ეს არის რო იცოდეთ პიარის კლასიკა. არსებობდა, ასევე ვუნებოდი მაშინ. არსებობდა ალკატრასის ციხე, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულზე, ესე იგი, მსჯავრდებულებისთვის და განსაკუთრებით უსაფრთხოების ზომები იყო ძალიან მაღლა აწეული და წარმოიდგინეთ, რომ აუცილებელი პირობა იყო, რომ პატიმარს დღეში ორჯერ მიეღო ძალიან ცხელი შხაპი. და აი ვეკითხებოდი სტუდენტებსაც, სიამოვნებით თქვენს დაგისვამთ ამ შეკითხვასაც და ჩემ დღევანდელ სტუმარსაც, უბრალოდ ეთერია და დროის სიმწირის გამო პირდაპირ გეტყვით პასუხი რა არის. იმიტომ რომ იმდენად დუნდება ორგანიზმი, რომ შემდეგ უკვე ვერ მოახერხებდნენ გაქცევას ციხიდან და ცივწყალში შეცურვის მომენტში ორგანიზმი ვერ გაუქაჩავდათ, პირდაპირ რომ ვთქვათ. ანუ ეს არის ყველაზე რთული მძიმე ციხე და დღეს მე ვკითხულობ ინფორმაციას, რომ ციხე, რომელიც 1963 წელს დაიხურა, რომელიც უბრალოდ ტურისტებისთვის დარჩა, როგორც ბოიარდის ციხე-სიმაგრე, ზუსტად ისევე აღმოჩნდა, რომ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს იმდენი ადამიანი დასაჯოს საკუთარ ქვეყანაში, რომ დაჭირდება აი ასეთი ტიპის ციხე. მოკლედ მინდა ვისაუბრო ყველაფერზე, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 80 წლის თავი მოდის და არის რაღაც გარკვეული განცხადებები ტრამპის მხრიდან და მინდა რომ აი ტრამპის თემა იყოს ჩვენი დღევანდელი მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ამხელა დიდი იმპერიის ხელმძღვანელია და ჩვენ გულისყურით ვუსმენთ რას იტყვის ახალს ბატონი ტრამპი. ჩემი დღევანდელი სტუმარია ზურა ქადაგიძე, ზურა მოგესალმები, ხალხის ზავრის წევრი და ზურა ყოველთვის გამოირჩევა ძალიან სხარტი მესიჯებით, ძალიან აქტიურია Facebook-ზე. და ყოველთვის, როდესაც მინდა გავიგო აი რაღაც ანალიტიკური და საინტერესო, ყოველთვის ვუყურებ რა დაწერე შენ, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესოა, ყოველთვის არის სიღრმისეული და აი არაჩვეულებრივი სტატუსი გეწერა ამ ამბავთან დაკავშირებითაც, რომელიც ახლა მინდა მე მოვუყვე ჩვენს მაყურებელს და ჩვენს მსმენელს, რა შეა საქმე. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით ჩვენი ბაბუები, პაპები და მე გეტყვი რომ სიღნაღში, სადაც მე ამ ბოლო პერიოდში ვცხოვრობ, არის ესეთი პატარა მოედანი, სადაც არის წარწერა, რომ იქიდან თითქმის 5000 კახელი ვაჟკაცი წავიდა და დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს. ხო, პროცენტულად ყველაზე მეტი გაიწირა ჩვენი მხრიდან და თქმა რომ იცით რა არის, ეს ჩვენი იყო ამერიკელებმა თურმე ისეთი როლი შევასრულეთ და ნუ აი მთელი დანარჩენი მსოფლიო უბრალოდ ისვენებდა, ცოტათი მე მგონი არაეთიკურია. მოკლედ აი ეს დაგვიგროვდა თემები და მოდი გისმენ აი იმ შენი სტატუსიდან გამომდინარე დავიწყოთ საუბარი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მსმენელს, მაყურებელს. ხო, საინტერესოა საკითხი გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირ ემოციურად ვეხება ჩვენ თითოეულ ჩვენგანს. ახლა სიღნაღი ახსენე და მე უბრალოდ იმ სტატუსში აღარ დავწერე ძალიან პიროვნულად, რომ დამეწყო, რომ ჩემი დიდი პაპაც იყო იქ და ბებიეჩების ბიძები დაიღუპნენ იქ და ნუ მოკლედ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ოჯახი არ დარჩენილა, ვისაც გარდაცვლილი ან ხეიბარ მდგომარეობაში დარჩენილი, ან დაკარგული შემხებლობაში ხო აბსოლუტურად სრულად საქართველოს და ეს აუცილებლად არის ასაღნიშნი, რომ არ ვიცი რატომ მოხდა, როგორ ეს უფრო სხვა კვლევის საკითხია, რამდენად გამიზნული იყო ეს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ 8% მაშინდელი საქართველოს მოსახლეობისა დარჩა მეორე მსოფლიო ომში. აი ეს არის ის დიდი ემოციური მომენტი, რომელიც ყველას გვაკავშირებს ამ სამამულო ომთან და როდესაც შენ, მოდი პირდაპირ გადავალ თემაზე, რადგან შემოვიტანეთ ტრამპის თემა. როდესაც შენი მოსახლეობიდან გამომდინარე 0.022%-ით მე მეუბნები, რომ თურმე ჩემზე მეტი გაგიკეთებია, აი ამ მომენტში უკვე სახელი და გვარი ჩემთვის პირადად სუბიექტისთვის, ერთი სუბიექტის მოქალაქისთვის, ჩემთვის არაფერს აღარ ნიშნავს და ამიტომაც დავწერე, რომ მისი ძლიერი მხარე არ არის ისტორია. მე მესმის რატომაც აკეთებს ამას, პიარ ტექნოლოგი ხარ და ხვდები ჩემზე უკეთაც, ვისაც მეგობრებო შემხებლობა გვაქვს პიართან და ზოგადად ასეთ რაღაცა 21 საუკუნის ექსტრაორდინალურ გამოხტომებთან, ტრამპის მეთოდია ეს, რომ რაღაცა მაქსიმუმი დიდი კვამლი დააყენოს და ამ კვამლიდან შემდეგ მიიღოს მინიმუმი შედეგი მაინც. ამგვარად დაიჭიროს თევზი, კლასიკა. რა თქმა უნდა და ჩვენ ერთი
ამის აღნიშვნა და ქართველები ყოველთვის აღნიშნავთ ამას, ესეც ფაქტია, რომ ამერიკამ ძალიან დიდი როლი შეასრულა თავისი ლენდლიზით, თავისი ტექნიკით, დახმარებით, მაგრამ როდესაც შენ როგორ გითხრა, პირადი ოჯახური ტრაგედიაც კი არ გაძლევს უპირატესობას, რომ ჩემზე ისაუბრო, ჩემ ქვეყანაზე და ჩემ ხალხზე ისაუბრო და ამით მე არ ვიცი შეიძლება ის ახლა რუსებს ებრიქება, ის სხვა ქვეყნებს ებრიქება, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსებთან აი ამას საუბრობ ზუსტად და ნუ მოვიდა ეს დამოკიდებულება, მაგრამ ნუ მისთვის სულ ერთი აქა ტრამპის ფსიქოტიპს მე ვერ ავხსნი, უბრალოდ დეტალები შემიძლია ვთქვა, ჩემთვის რა არის, ტრამპი არის ბიზნესმენი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაშიც გადმოიტანა ეს დამოკიდებულება და რამდენად მოგწონს, არ მოგწონს, ეს არის ის აქსიომა, რომელიც მუშაობს ბიზნესშიც და რომელიც მუშაობს 21 საუკუნის პოლიტიკაში. არანაირი პირადული მხოლოდ საქმე. ყველაზე კარგად მაგას მოიხსენება იმ ასაკშია, რომ ზუსტად 40-იან წლებში იყო არნახული კინოინდუსტრიის აღზევება ამერიკაში, მშენებლობები, სასტუმროები, ანუ აი რასაც ქვია აღზევება, იმიტომ რომ იყო რაღაცა პერიოდი, ხო, ეკონომიკური კრიზისი ჰქონდათ 29 წელი, 30 წელი, მაგრამ შემდეგი წლები იყო ამერიკის აღზევება და აი მაშინ წამოვიდა ეს რაღაცა ისეთი საინტერესო ფილმები, ვთქვათ, წამოვიდა ეს ამერიკული ოცნება, ხო, რომ აი ცოლი ქმარი სამიშვილი ლაბრადორი და ბუხართან და ასე შემდეგ. ანუ შექმნეს რაღაცა თავისი სურათი და საუბარი ჩვენზე, რომელმაც ეს ყველაფერი ჩვენმა ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და ღმერთმა ქნას, რომ დიდხანს გვიმყოფოს ის ადამიანები, რომლებიც შემორჩათ ცოცხალი აი ამ საშინელი ტრაგედიის მერე, ქალბატონებიც, მამაკაცებიც, იმიტომ რომ იქ არავინ არ ასხოვებდა ოჯახის წევრებს, ქალი კაცი ყველა ფრონტზე მიდიოდა, ხო? და საქართველოსთვის მართლა აი რა ვიცი, წლები ვერ გავსწორდით ამის მერე, ხო? მეორე მსოფლიო ომი ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო და 80 წელი გადის. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ლამაზი მოსაფერებელი წერილიც უნდა გაკეთდეს იმ ჩვენი ვეტერანებისთვის, ომის ვეტერანებისთვის. ანუ ჩვენ უნდა ზუსტადაც 9 მაისს ვიზეიმოთ ეს ყველაფერი და არა 8 მაისს, როგორც ამას ტრამპი ამბობს და ყოველთვის უნდა ხაზი გაესვას და მე მაგალითად მივაწოდებდი ჩვენს რეგიონალურ უფროსებს და გუბერნატორებს იდეას, რომ თითო რეგიონიდან ამოიკრიფოს რამდენია წასული, რამდენი დაიღუპა, მათი სახელების უკვდავსავყოფა და იცი პირველი გამოცდილება მე აი რეგიონალური აი ამ უბედურების როდის მქონდა, იცი მე და ჩემი მეგობარი წავედით ექსკურსიაზე ზუსტად სიღნაღში და მიმიყვანა კედელთან და მიჩვენა აქო ჩემი პაპის სახელი არის, უბრალოდ არც საფლავი გვაქვს, არც არაფერიო და მაშინ ბავშვები რო ვიყავთ, ნუ პაპა წარმოდგენილი ყავდა თეთრ მოხუცი და წლები რო გავიდა რა აღმოჩნდა, იცის პაპა იყო 26 წლის. ანუ ხა ჩვენთვის პაპები დაიყო რეალურად ბიჭები წავიდნენ. და ბიჭები ჩარჩნენ. მოკლედ და რაც მინდა გითხრა კიდე რითიც დავიწყე, ხო? ეს არის პიარის კლასიკა, რომ აი ალკატრასის ციხე, რომელიც ნუ რა ხდება ასეთი და მართლა ყველას ეგონა ყოველ შემთხვევაში ამერიკაში, რომ ეს დარჩებოდა ესე სამუზეო წარმოდგენად ისევე როგორც ფორტ ბოიარტი, ხო? სადაც ეს ცნობილი თამაშები ტარდება. იმიტომ რომ არის ადგილები, რომელიც რაღაც 21 საუკუნეში აღარ გინდა, რომ იგივე უბედურება ტრიალებდეს, რაც ადრე. ერთ-ერთი ყველაზე ძიმე ისტორიის მატარებელი ციხე. აი როგორ ფიქრობ ახლა რა მათქმევინა ეს დღეს? ისა ყოველ დილით ველოდები რა ახალ განცხადებას გააკეთებს. მას ახასიათებს ეს. რისთვის აკეთებს ამას? რა ანუ ვისაშინებს ამითი თავის ხალხს, ანუ რაც ადამიანსჯელო, ისედაც ამერიკული ციხეები შეხოვიც ერთ-ერთ ყველაზე მკაცრია. ტრამპი მოვიდა, გავიხსენოთ, ჩავთვალოთ რომ რაღაცა ხედარი რაღაცა თეთრ ცხენზე ამხედრებული, რაღაცა ძალიან მაღალი დროშით და ხმლით ხელში რომ სოფლიო შეიძლება ითქვას ბალანსის შემქმნელი იქნებოდა ის და აბსოლუტურად სამართლიანობის კი რა თქმა უნდა ეს მას მანტიაშია ის შემდგომი ეს ფრაზა ხო არის რომ ჩემ დროს ომი არ იქნებოდა კი რა თქმა უნდა ამისათვის ის ამ ყველაფერს აკეთებს ყოველდღიურად მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ აი ეს გათვლაც არის ზუსტად პიარული თვალსაზრისით რომ პირველ ფრაზას დღის პირველ ნახევარს ვაკვირდებით რომ საღამოს თითქმის ყველაფერს უარყოფს. მე შეგახსენებთ მაგალითად ასეთ მომენტს, როდესაც პირდაპირ ეთერში დაუსვეს კითხვა, რომ თქვენ ზელენსკისო დიქტატორი უწოდებთ და რას ლაპარაკობთ, მართლა თქვიო ესეთი რამ. ანუ იმ მომენტში მისმა განცხადებამ იმოქმედა. შემდეგ იმას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ პრაიმ ტაიმში ის იყო.
თავარია ტრამპი არ ჩამოვიდეს პრაიმ ტაიმიდან, იმიტომ რომ პრაიმ ტაიმიდან რომ ტრამპი მისიც უნდა ჩამოვიდეს, იწყებოდეს. ძალიან ბევრი მისი საგმირო საქმე გამოჩნდება. მე ცუდად არ ვამბობ ამას, ანუ ან გამოჩნდება თქვა შეიძლება უნარობა, ან გამოჩნდება უნარი, ან გამოჩნდება თქვა და უკვე დაიწყება ფიქრი იმაზე, რაზეც თქვენ დაიწყეთ საუბარი, რომ რა საჭიროა ეს ყველაფერი და პირიქით რაღაც ძალმომერობის რაღაცა სისტემის შექმნა და შიშის დათესვა. აი, ამ ყველაფერზე რომ არ დაიწყოს საუბარი, მას აქვს ძალიან სწორი, მისთვის სწორი სტრატეგია არჩეული, რომ ის ქმნის ეგრეთ წოდებულ რაღაცა კვამლის ფარდას, რომელიც კვამლის ფარდის მიღმა ის საკუთარ და რა თქმა უნდა ალბათ ეროვნულ ინტერესებსაც მას ეს გათვლა აქვს. მაგრამ რეალობაში, ამიტომაც დავწერე მე ჩემი პოსტი, რომ ისტორიას აცდენილია სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. ამერიკისთვის მეორე მსოფლიო ომი 8 მაისს არ დამთავრებულა. ამერიკისთვის მეორე მსოფლიო ომი გაგრძელდა სექტემბრამდე. და თუ კი თქვათ ამერიკას შეუძლია თქვას რომ საბჭოთა კავშირის კოლოსალური დახმარება გაუწია, მაშინ მაისიდან სექტემბრამდე საბჭოთა კავშირმაც არანაკლებ დახმარება გაუწია იმისათვის რომ საბოლოოდ მომხდარიყო და იცი რა ლიკვიდაცია საომარი მოქმედებების. და ზოგადად აი ეს ახასიათებს ტრამპს რაღაცნაირად ორმაგი სტანდარტი, რომლითაც საუბრობს ერთს და სამწუხაროდ იცი რა, როდესაც საუბრობ ტრამპზე ხლა რაღაცნაირად ისე სალექციო კურსივით რომ არ გამოგვივიდეს, მე ყოველთვის გამოვდივარ კონტექსტიდან და კონტექსტი არის ჩემ ქვეყანასთან შემხებლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი გვაინტერესებს. ტრამპს მაგალითად, როდის დავუჯერებ მე 100%, გინდათ გითხრათ, რომ ის რეალურად ებრძვის ნებისმიერ ჩრდილოვან მმართველობას. როდესაც ყველაზე შეიძლება ითქვას, აი პირდაპირ შემიძლია თქვა ნებისმიერი შელამაზების გარეშე, ყველაზე ამორალური საზოგადოების ამერიკაში, კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოში, ეგრეთ წოდებულ ჰელსინკის კომისიას მიუთითებს საკუთარ ადგილს. ჰელსინკის კომისია არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი დისტრიბუტორი ომის, მაიდანის, სამხედრო გადატრიალების, ხალხის ხოცვის და სხვადასხვა ქვეყანაში გავლენათა სფეროების შენარჩუნების. ოღონდ არ დაგვაუწყდეს რომ NGO-ებიდან განსხვავებით ესენი პირდაპირ პოლიტიკურ მხარდაჭერას. აი მეგობარი აქტის, აი ზუსტად ამ მეგობარ აქტს არის დღეს აპირებენ ამ მეგობარი აქტის განხილვას, უნდა გამოჩნდება მთელი რა თქმა უნდა, გამოჩნდება, არ გამოჩნდება, მე კიდევ იქ მივდივარ, უყურეთ, ჩვენ ტრამპი უნდა დავინახოთ როგორც ბიზნესმენი. ის დაინახავს საქართველოში თქვათ საკუთარი ინტერესს, საკუთარი ქვეყნის მიმართ ინტერესს. ამ შემთხვევაში ის იმოქმედებს ისე როგორც მისი პირადი ინტერესი. იცი რა, ალბათ საქართველოს იმდენად არ არის მისი ინტერესი, რამდენად მთელი კავკასია. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკას, რა თქმა უნდა, აქ ახლა საქართველოსზე არ მაქვს, მე არ გულისხმობ საქართველოს. აქ არის საუბარი საქართველოს როლზე, დერეფანზე, გზაჯვარედინზე, კავკასიის თქვათ გულზე და ასე შემდეგ. რა მოლოდინი გაქვს? ასე შემდეგ. მე მგონია რომ გარკვეულწილად შეიძლება გქონდეს მხარდაჭერა ერთ პალატაში, მაგრამ მეორეში, იმიტომ რომ არ არის ასე ჩვენ რომ დავიდეთ ახლა ტექნიკურად რომ მივიდეთ იქ ასე არ არის მართლა რომ ჯო ვილსონის ნებასრულზე დადიოდეს მთელი კონგრესი, მთელი სენატი და სახელმწიფო დეპარტამენტი და ასე შემდეგ. მათ იციან ის რისკებიც, იმიტომ რომ ამერიკის მხრიდან აბსოლუტური იზოლაცია ну ეხლა რისი მცდელობაც აქვს საქართველოსი როგორც ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში ევროპის მხრიდან აბსოლუტურად კედელის აშენება საქართველოს წინააღმდეგ ეს ნიშნავს ფეხის მოკვეთას კავკასიიდან ამერიკისაც და საქართველოს. ეს ახლო ჩახუტებას რუსეთთან სიტუაციურად შექმნიან ეს. მე ამიტომ საუბრობ, მე ყოველთვის ამას საუბრობ, რომ რაც კი საქართველოში ანტიევროპული და ანტიამერიკული კამპანიები არსებობდა, ყველაფერი არის დამსახურება ქართული NGO სექტორის დასავლელი აქტორების კუბილიუსით დაწყებული გაგრძელებული წინა ადმინისტრაციით ამერიკის წინა ადმინისტრაციით, იმიტომ რომ სიტუაციურად ისეთი მარწუხებში მოაქციეს ჩვენი პოლიტიკური სიტუაცია, ისეთ მდგომარეობაში შეგვიყვანეს, რომ ძალაუნებურად ჩვენს სხვა საშუალება არ ქონდა, რომ არა მათ პირდაპირ ჯერ შესრულებას რომ თავი დავანებოთ, უაპელაციოდ შეიძლება ითქვას სილის გაწვნის დონის გადაწყვეტილებები და პასუხები. გავითვალისწინოთ
ახლა ხო უკრაინასთან ერთად რომელიც ვერ დაასრულეს ხო და ვერ დამთავრდა და უყურე რას ამბობენ აგერ უკვე ძალიან საინტერესო განცხადება იყო რომ ზელენსკის განცხადებით დაიწყო რომ ჩვენ 9 მაისს ისე არ ჩაგატარებინებთ წყნარად და შემდეგ იყო მედვედევის განცხადება და მაშინ 10 მაისს ნახავთ კიევში რა მოხდებაო და 10 მაისს არც გაცენდება კიევში და ხო და პარალელურად რა ხდება მსოფლიოში კიდე მოიმატა ომებმა ხო ისრაელი სირია აგერ თურქეთი ირანი ანუ ჩვენ ვხედავთ რომ რკალი ჩვენ გარშემო იმდენად ვიწროვდება რომ რა თქმა უნდა გვინდა მშვიდობიანი ნაბიჯები ის კი არ უნდა გვემუქრებოდეთ თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ხარ იქიდან რომ ახლა ამას გიზამ იმას გიზამ არა პირიქით რომ ხახნო როგორ უნდა გაიაროთ თქვენ მშვიდობიანად ეს გზა რამდენად დინჯად უნდა გაიაროთ რომ მართლა არ მოხდეს დიდი უბედურება და მართლა ისე არ აგბზილონ ერთმანეთში რომ საერთოდ პატრონი ვეღარ ვიცნოთ ხო აი მაგალითად ერთ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპექტერის ერთ-ერთ განცხადებას წაიკითხავთ ბოლოს მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, თუმცა აღარ ვაპირებთ უმიზეზოდ მსოფლიოს გარშემო ფრენას, რათა შეხვედრებს შუამავლობა გავუწიოთ. აი ამას ამბობს უკრაინასთან დაკავშირებით. რუსეთ უკრაინას. ახლა მოდი აბა წარმოვიდგინოთ საქართველოს შემთხვევაში, ზოგადად აი ამ განცხადების, აი ამ განცხადებაში მაინც მოგვიხსენიებდნენ რამენაირად, ну რაც დავჭებოდით. თბილისი დარჩებოდა ნახევარი თბილისი დარჩებოდა. არ დარჩებოდა. ხო? რა თქმა უნდა არ დარჩებოდა. ანუ ამიტომ საუბრობ მე რომ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოების არის როგორ გითხრათ, ლოზუნგების დონეზე პოლიტიკის ცოდნა, ლოზუნგების დონეზე ეკონომიკის ცოდნა, ლოზუნგების დონეზე ფინანსების ცოდნა, საგარეო ურთიერთობების ცოდნა. ტაბლოიდური პოლიტიკა. ანუ აბსოლუტურად ვისაც ახლა ჩვენ ხედავთ რომ ხმამაღლა ყვირის ქუჩაში გამორბის, საუბრობს შეიძლება ითქვას სადღეგრძელოებით, აბსოლუტურად კონტექსტს არის მოწყვეტილი. ჩვენ თუ არ დავიწყეთ ლალი კონტექსტიდან საუბარი, თუ რა ვითარებაში ვართ, რა მდგომარეობაში ვართ, სამეზობლო რა რა სიტუაცია ჩვენს გარშემო რა ხდება, რაში გვაქვს ჩვენ პლუსი და მინუსი, ამ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში ასე ხელაღებით ისაუბროს შენ რომ მერე რა ომი ეხლა ნუ რა მოხდა ეხლა იმით თუ დავეხმარებოდი ამას ხო ცალკეთემა გუშინ სოსო მანჯავიძე ამბობდა ძალიან სწორი ფრაზა თქვა მან და აუცილებლად მინდა ვახსენო ეს რომ წარმოიდგინეთო ყველა მეზობელი ომის ან ომის ზღვარზე იმყოფებაო ერთადერთი საქართველოსიაო მეტნაკლებად ომის რისკი ყველაზე დაბალიო და ესენიო გამოდიანო და იძახე აბა ომი გინდათ და დაცინიანო საზოგადოებას. მე არ მესმის იცი რა არ მესმის რა. თვითონ ხო გასაგებია ის ძალიან პატარა პროცენტი. ამაში ზუსტად ჩემ წინ რამოდენიმეჯერ გადაკეტილა რუსთაველი და გამიხედავს და 20 კაცი დგას, ხო? 20 კაცის გარშემო ჯერ საერთოდ არ მესმის რატო ვაკეტინებთ ქუჩას. ეს 20 ადამიანი ვიცით რომ კონკრეტულად ფინანსდება რაღაცა წყაროებიდან. უკვე ეს წყაროებიც ვიცით და რით ვერ დავაშრეთ ეს წყარო. და ის რომ ეს 20 კაცი ამას ამბობს, რა თქმა უნდა თავის პატრონები ყავთ. და მე შემდეგ ეს პატრონები ამ სიტყვების ტრანსლაციასაც ახდენენ, ხო? ჩვენი გაცხადებული პოზიცია ხო უნდა იყოს და კარგია რომ ჩვენ გავიარეთ მე შენ ამ სტუდიაში გულაპარაკია რომ საოცრად ნიჭიერად კარგად მთავრობა მიმუშავა და საოცარი რისკებით გავიარეთ ეს გასავლელი გზა. ხო, ეგ რისკები არ არის გამორიცხული ახლა. არასდროს. ერთ მშვენიერ წუთში რა დაიწყება და თან უყურეთ რა არის ხა მე ბარომეტრივით მაქვს სასტუმროს ბიზნესი, ხო? მეორდება საქართველოში 2019 წლის ამბავი, როდესაც ტურიზმის არნახული შემოდინება იყო, როდესაც გაიზარდა ძალიან დაკვეთა სასტუმროებზე ბუკინგით ვამოწმებთ, ხო, ამას ყველაფერს. ჩვენ გვაქვს ახლა აი ამ ეკონომიკური თვალსაზრისით აი ეს 2019 წლის აღმავლობა. მაგრამ ეს მე რომ მიხარია, შენ რომ გიხარია, ნორმალურ ადამიანს რომ უხარია, ეს ნიშნავს რომ მთელი საქართველო იქნება ჩაბმული აი ამაში, ხო? ხო ვიცით რომ როგორ მწარდებიან. ახლა ხო აქვთ გეგმა B, გეგმა C, ყველანაირი გეგმები რომ აი როგორ ჩააფლაონ, იმიტომ რომ მოიმატა ფრენებმა, ხო? საოცარი რაოდენობა არის ფრენების. 111%-ით არის გაზრდილი მოთხოვნა ტურიზმზე. ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ახლა მეტი რა შეგვიძლია ხა ქარხნები მაინდა-მაინც ისეთი არ გუგუნებს ჩვენთან და ხა ისეთ ინდუსტრიას არ ვქმნით, ხო? ერთი ტურისტული სტუმართ მასპინძლობის ქვეყანა ვართ. წარმოიდგინე რომ
ყველა ალბათ და მე ზუსტად ვიცი რომ სუსი რომელმაც თავის დროზე ძალიან მაგრად იმუშავა ახლაც ახლა მათ მთავარი ამოცანა არის და ეხლაც აიყვანეს ადამიანი რომელიც ზუსტადაც აი სტრატეგიულად აი მუშაობდა ასაფეთქებელ ნივთიერებებზე რომელიც საქართველოსდან თავის დროზე წავიდა გადავიდა და საოცარი სპეცოპერაცია ჩატარდა და ახლა ეს რაც ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ და რაც არ ვიცით კიდე რა ხდება ხო და ძალიან კარგია რომ ასე მუშაობენ მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს საფრთხე არის მით უმეტეს იმ თემებთან მიმართებაში რასაც ქვია ძლივს ქვეყნის რაღაცა აი ხა მზე ხვალიდან უფრო მეტად გამოანათებს და ქვეყანა რაღაცნაირად იღვიძებს რაღაცა შემოდის აი ეს დადებითი მე სადაც კი გავედი ხა დასავლეთშიც მივდივარ აღმოსავლეთშიც აბრებს აახლებენ რაღაცა ეზოებს უვლიან ანუ ხალხი რაღაც კარგისთვის ემზადება ისინი ემზადებიან ბოროტებისთვის მაგ დროს უნდა დავსვათ კითხვა რატო ხო აი ეკიდანაც კონტექსტიდან უნდა გამოვიდეთ ახლა წარმოვიდგინოთ ხო ასეთი რამ როდესაც ადამიანები ცხოვრობენ ეგრეთ წოდებული რევოლუციური ფონდებით 30000 NGO რომ გაქვს რეგისტრირებული ამ 30000-დან ახლა პირამიდასავით რო ავყვეთ თქვათ არის 100 მთავარი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც იღებს გრანტებს რომელიც შემდეგ იქსელება 10 შემდეგი 10 შემდეგი 10 და ავიდეთ ესე 30000 სულ რომ 30000 თავი დავანებოთ ხარეთ აბსოლუტურად ქსელური მარკეტინგის პრინციპით აწყობილი აქტივიზმი ეგრეთ წოდებული რაღაცა სამოქალაქო აქტივიზმი თორე სინამდვილეში არანაირი სამოქალაქო აქტივიზმი არ არის ანტისახელმწიფოებრივი აქტივიზმი და ეს ადამიანები ჩვეულებრივად ამ გრანტების გარეშე ფონდების გარეშე რჩებიან ხელფასის გარეშე აქედან გამომდინარეა რომ ისინი კუჭით პოზიციონირებენ და არა რაღაცა შთაგონებით და პატრიოტობით და პოზიციონირებენ გარანტიებით უყურე ზურა დოიაშვილმა ზუსტად იცოდა მე გავარკვიე ეს ინფორმაცია ზუსტად იცოდა რომ მას კონტრაქტი უკვე დადებული ქონდა კომუნისტურ ჩინეთთან ხო ახლა თვითონ აძახიან ჩინეთს კომუნისტებს და თვითონ აძახიან პუტინის ასე ვთქვათ ახლობლებს და მეგობრებს ზუსტად იცოდა რომ ამადა ამ რიცხვიდან ამუშავდებოდა მისი კონტრაქტი ხო ეხლა აპირებს ერთ-ერთი სერიოზული და ისეთი წარმატებული სპექტაკლის გადატანას ჩინეთში დარაბევს მიღმა კომუნიზმია და უნდა წაიყვანოს ზადაბულოცოთ ხო ანუ ეს ადამიანები რომლებიც აი ესე გარეთ იბრძოდნენ ყველას კონტრაქტები ჰქონდათ არის ამ და მე გული მწყდება ამაზე იმიტომ რომ მქონია შემხებლობა ახალგაზრდებს ძალიან ბევრს აურიეს გზაკვალი ამ ადამიანებმა და აჯერებდნენ ასეთ რამის რომ მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი არის რაღაცა საქართველოს გადამრჩენი და საქართველოს იმედი ამის ჯეროდა ვიღაცებს რომელთანაც მე ბევრთან მქონია საუბარი და რაღაცნაირად რო აუხსნი რო დაანახებ რეალურად სურათს ამის შემდეგ უკვე იწყებს ფიქრს ესეც რისი პრობლემაა ხო ეხლა ძალიან ფსიქოლოგიური ლექციებში გადავდივართ მაგრამ რისი პრობლემაა ხო ეს კრიტიკული აზროვნების არარსებობის რომელიც მოიტანა ლომაიას პროექტმა შემდეგ ლიბერალურმა ექსპერიმენტებმა გიგი თევზაძე გააგრძელა ნიკა გვარამიამ და აბსოლუტურად მარტივ მომრავლებად დაშალეს განათლების სისტემა ისედაც ყიფე მდგომარეობაში იმიტომ რომ ჩვენ ახლა ისიც კონტექსტიდან უნდა დავიწყოთ 90-იანი წლებიდან როგორ გარდამავალ და მართლა турბულენტურ მდგომარეობაში ვიყავით გინდა სოციალური თვალსაზრისით გინდა პოლიტიკური თვალსაზრისით აი ამ დროს მათ ჩაატარეს ყველაზე დიდი და საზღარი ექსპერიმენტი და აბსოლუტურად სტერილური გახადეს ახალგაზრდის გონება რომელ ახალგაზრდასაც საერთოდ ვეღარ ჩამოუყალიბდა კრიტიკული აზროვნება და ზუსტად აი დღეს მაგალითად ძალიან ისეთ საილუსტრაციო ძალიან კარგი მაგალითი მომყავს ხოლმე ყოველთვის TikTok აზროვნება TikTok-ის მთავარი თემა პიარული თვალსაზრისით მიმიღწევ ეგრე 10 წამში უნდა დაინახო აღიქვა შეიგზნო და ემოცია გამოიმუშავა 10 წამის მერე აღარავინ აღარ უყურებს და მიდის სკროლვა ახლა წარმოვიდგინოთ ეს ტელეფონის სკროლვის მაგივრად ჩვენი თვალებით რომ სკროლავთ საზოგადოებრივ აქტივობებს და ვხედავთ მხოლოდ მუქ ფოტოებს ვხედავთ მხოლოდ რაღაცა საღებავს შესხმულ ნანუკა ჟორჟოლიანს პირობითად და რაღაცნაირად მოამაგე პერსონებს იქ რაღაცა მორბენალ წყვილს რომელიც თურმე ქორწილიდან გამოიქცა და აი აქ რევოლუციის დროს კი რა თქმა უნდა იქ უცებ აღმოჩნდება არც საიდან ფორტეპიანო და უცებ რომელიღაც აქტივისტი უკრავს და უცსაცხი ეს რაღაცა შარპის თეორიაზე წარმოდგენა არ აქვს ამ ადამიანებს იმის უკან რა ხდება წარმოდგენა იმიტომ რომ კრიტიკული აზროვნება არ აქვს ხო მაგრამ ზურა უყურე 2011
11 წლიდან დიდი ხანი არ არის გასული. ვთქვათ, ის თაობა, რომელიც არის 2011 წლის ისინი ვთქვათ, გარდატეხვის ასაკში იყვნენ. მე ელემენტარულს გეუბნება, აგერ მოხვედი შენ ჩემთან გადაცემაში. და წარმოიდგინე, მე და შენ შორის რაღაცა დაპირისპირება მოხდა, იმიტომ რომ რაღაცა ერთ აზრზე ვერ შევთანხმდით. შენ ხვდები, რომ მე მაგალითად რაღაც წინასწარ მქონდა დაგეგმილი შენი პროვოცირება და ასე შემდეგ. ხო, მე იმ ამბავს ყვები, რაც მე გამიკეთეს. ნანუკა ჟორჟოლიანის ხელის მოწერით, ხო? შედის საჩივარი ჩემზე განზრახ მკვლელობის ცდელობით, რომ აღიძრა საქმე 9-დან 15 წლამდე. აგერ ვარ და ვამბობ კიდევაც ხა იმ კომისიაზე ისეთ საშინელებებს განიხილავენ, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ, რომ ხა ჩემი ისტორია იმასთან შედარებით ფერმკრთალდება, მაგრამ მეც ხო ჩემი ერთი ოჯახის ისტორია ვარ, სადაც 9-დან 15 წლამდე ნანუკა ჟორჟოლიანმა თავისი გადაცემიდან ისე რომ თვალი არ დაუხამხამებია, მოდულის დილეგში გამიშვა. და ყველა ბავშვები, რომლებიც ახალ წელს ელოდებოდნენ ნაძვს აწყობდნენ, ჩემი შვილები მოდულის დილეგთან იდგნენ. იმ დილეგთან იდგნენ სხვათა შორის ჩემი სტუდენტები, იმიტომ რომ მე ლექციიდან წავედი და მაშინ ვთქვი, რაღაც არ მომწონს, მეთქი რაღაცას მიმზადებენ, ხო? თლიანად ახლა ეს ისტორია, ხო, მე როდესაც აღარ იცოდა ხა როგორ გაეპიარებინა ეს ამბავი, ასე კი ერთთან არტილერიაში და ხო, ანუ მაგრამ მე უკვე ციხეში ვიჯექი. მე არ ვიცი, იმიტომ რომ მხოლოდ რამოდენიმე დღის მერე შემოუშვეს ჩემთან ადვოკატი, რამოდენიმე დღე პროცესზე არ დაუშვეს ადვოკატი. ეს ხომ იცის ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომ ჩემი პროცესი იყო მხოლოდ პოლიციელების თანდასწრებით, მხოლოდ ადვოკატის უფლება. მე პაბლო ესკობარი ხო არ ვიყავი, კაცო. იმასაც ჰქონდა უფლება ადვოკატი შეეყვანა. მხოლოდ მერვე დღეს, როდესაც შიმშილობდი უკვე და ბოდიში სისხლი გადმომდიოდა პირიდან, მაშინ დაუშვეს ადვოკატი და ადვოკატი რო შემოვიდა, მეუბნება, აიო არტილერიაში და მიფიქრე ხა მე გავგიჟდი უკვე 8 დღე რომ შეერი ვარ, რომ არტილერია და არტერია ვერ განასხვავად, თუ მე მესმის არასწორად თქო. იცი ამაზე მე თვითონ ვღადაობ ხოლმე უკვე. მე თვითონ ვქირიკო, იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი ტრაგედია იყო ჩემი ოჯახისთვის, ჩემი შვილებისთვის, ჩემი მშობლებისთვის, რომ მე სადღაც მოდულის შენობაში ვიყავი ზუსტად იმ აღმოჩნდა, რომ იმ საკანში შემიყვანეს, სადაც ნათია გედენიძე ყავდათ. და ნათია გედენიძე დედაჩემთან სახლში იყო და რა ვიცი, გულს უკეთებდა, რომ ნუ გეშინია და ყველაფერი კარგად იქნება. ეს ჩემი ერთი ოჯახის, მაშინ 4 ქალმა ჩაიდინა ეს დანაშაული ჩემ წინააღმდეგ. 4 ქალმა. და აქვე მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მე და სააკაშვილი ვიყავით, ნუ ოპონენტებიც და პოლიტიკურათაც ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ვექიშპებოდით, მაშინ მაინც სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო, რომ სისხლის სამართალი შეცვლილიყო ადმინისტრაციულად. იმიტომ რომ იმდენად თეთრი ძაფით ნაკერი იყო. თან მე ვიყავი ის პერსონაჟი, რომლის გარშემოც მართლა იწყებოდა ძალიან სერიოზული ამბავი და მაშინ სააკაშვილმა თქვა ასეთი რამე, რომ მეორე გირგვლიანი ჩვენ არ გჭირდებაო. და არაფრით არ გადამიშვეს ციხეში, ქალთა ციხეში, იქ ბუნტი დაიწყებაო და ეს არ გვაწყობს. ანუ რაღაცნაირად აი ლოკალიზება მოახდინეს და ეს ამბავი მაინც ხომ ახსოვს იმ თაობას, რომელიც წამოეგო ლობიანებს, წამოეგო აი რაღაცა ამას. მე აღმოჩნდა, რომ ჩემგან და შენგან განსხვავებით, როდესაც ბანკის ვალის მეტი არაფერი ხელში არ გვიჭირავს და ჩემი ბიზნესი თავიდან ბოლომდე ბანკის არის და ჩემს სახელზეც არ არის, ხო? იმიტომ რომ მე არ ვარ კორუმპირებული ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი. რატომღაც ვიღაცებს მილიარდიანი ქონებები აქვთ, ხო? ეს ხო, ამას ხო არ ჭირდება დიდი წიაღსვლები ამის გაგებას. აი, აქ რა ხდება, რას დაგვაქვს ეს ხო, არა, თან იქ ნონსენსია ყველაფერთან დავიდავანებოთ. არ მუშაობო ადამიანი ამბობს, მაგალითად 5000 ლარია ჩემი შემოსავალი, ოღონდ იმ ფონდებიდან, რომელი ფონდებშიც მე რაღაცა სხვადასხვა საქმიანობით ვეწევე და 350,000 ევროს სესხი მაქვს აღებული ვიბროში რომ ბინა მეყიდავა ხა ვისაც ბანკთან ვიცით რამდენი და კონდა შემოსავალი რამდენი ადამიანი უნდა ჩაიყენო თავდებად რამდენი შემოსავალი უნდა დავფიქსირო რამდენი უძრავი ქონება შემოსავალი გულისხმობ ნაღდ ფულად და რამდენი ქონება და ნუ მოკლედ აი ეს ყველაფერი ხო ყველაფერი ეს ის საზოგადოებაა ლალი ხა რადგან შენ გაიხსენი შენი ეს რეზონანსული საქმე და შემდეგ მოაყოლე ძალიან ისე სწორად, იმიტომ რომ დრამატურგიულად ეს ის ადამიანები არიან, ვინც სანდრო გირგვლიანს მაგალითად ქუჩური გარჩევის შედეგად დაღუპულ ლადა აპრავებდნენ უკაცრავად და დღემდე ამას აკეთებენ. ამის კი არა, რა თქმა უნდა, ეს სააკაშვილს ხო წამოჩდა რა დამღალეთო სანდრო გირგვლიანს ამომიყვანეთო ყელში ეს იყო მათი დამოკიდებული. კი და შალომბაიძე თურმე ვიღაცა გაიშნიკია ამ დროს როგორი დაზარალებული იყო აი ამ მიტინგების მერე. ამ ამბები ეს ადამიანები ახლა უყურეთ ძალიან კარგად
მოკალათდნენ უფლებადამცველების როლში, ამ მოირგეს. შეიცვალეს. რა თქმა უნდა, ხა შეხედეთ ხა ნოდარ მელაძე მაგალითად შერონ სტოუნის ქუსლებზე წერდა, ფრჩხილებზე, მანიკურზე, თმის ფერზე, რა დალია, რა შეჭამეს. იქ სხვადასხვა ჟურნალისტები კიდე პეპლებზე, რაღაცა ბოტანიკურ, რაღაცა სუბტროპიკულ მცენარეებზე. ეს ადამიანები უცებ აღმოჩნდნენ უფლედ რატომ? ეხლა გეტყვით, უყურეთ, პირველ რიგში ამათ გარშემო მოხდა პოლიტიკური ბინძურ პოლიტიკას გულისხმობენ ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობა. ბინძურ პოლიტიკური ფულიც და გავლენებიც ამ ადამიანების გარშემოს. სააკაშვილს თავისი ცოლი რო ეხუმრება, იქ კომანდერი იქნებაო, ნოდარ მელაძეო, თულს კი არ ამბობენ, ანუ ეს ერთი საზოგადოება, რომლებიც შემდეგ გაყვეს, ზოგი პოლიტიკურ პარტიაში, ზოგი ტელევიზიაში და ასე შექმნეს ეს ტელევიზიები, ასე შეიქმნა უფლებადამცველად და ჩემზე უკეთიცი პიარი რა, როგორ გითხრა, ოხერი რამეა, თუნდაც ახალგაზრდების მიმართებაში, როდესაც შენ და ქონდა ეს ჩავარდნა ქართულ ოცნებას და ყოველთვის ვამბობდი, ამას ხელისუფლებას მე რო თქვი ძალიან განაწყენდნენ. რომ წლების განმავლობაში არც პიარი, არც როგორ გითხრა, საქმეების წარმოჩენას, თავი დავანებოთ ყველაფერს, არც სოციალური თვალსაზრისით, არც სოციალური ქსელების თვალსაზრისით და არც მედია საშუალებების თვალსაზრისით. აბსოლუტურად სადღაც იყო ხუთწლიანი და დამოკიდებულება სწორი იყო მაშინ, იმიტომ რომ ყველა ამბობდა ამას, რომ ხახნო მოდი რა ჩვენ ვაკეთებთ გულით, იმიტომ რომ მე 2016-ში რატო ვილაპარაკო? 16-ში საკრებულოში ვიყავი ოცნების სი და მეც ვიღებ ჩემ თავზე, ხო? დამოკიდებულება გქონდა ასეთი ჩვენ, რომ მოდი არ გვინდა ზედმეტი ლაპარაკი, აი მოდი რამდენს მიიღებ მაგალითად მოქალაქეს შენთან სამაჟორიტარო ბიუროში. როდესაც 6 თვეში 2000 კაცი დამიგრო და არსად არ გამომიქვეყნებია. კი, გეთანხმები. მაგრამ შემდეგ უკვე როგორ რაღაცა იცი, ეს არის აქსიომა, როდესაც შენ გეთამაშებიან ბინძური მეთოდებით. არა, შენ როდესაც გეთამაშებიან ფეხბურთს, თუ არ გინდა რომ წააგო, ჭადრაკის თამაშთავი უნდა დაანებო. და უნდა ითამაშო იმავე წესებით. ამიტომ ეს არის, ანუ ამას ემოციებს უნდა მოვაშორდეს, ემოციები მოვაშორდეს კონტექსტიდან გამომდინარე. აბსოლუტურად ცივი გონებით, რაციონალურად, რეალ პოლიტიკა ეგ არის. ცივი გონებით აკეთო საქმე. უყურეთ სოზარიც ახლა რომელიც ახლა 2012-ში როდესაც მოვედით, ანუ არ ციხებში რა დაგვხდა, ხო? კატასტროფა. მაშინ ახლა ჩვენ აი რაღაც თათბირზე ვთქვით, რომ აი სოზარ სუბარიც ამბობდა, რომ აღარ გვინდა რა ეს ციხის კადრები, ციხის ისე. არ დავზაფროთ ხალხს. აღარ გვინდა საერთოდ და მე ვთხოვე მაშინ, მე მაინც ახლა პიარ ტექნოლოგი ვარ და მოდი რა მე გადავიღებ ამ ციხეებს და ნუ აი ბოდიში და გავუხურე რა მოთხარი აი მე გამიშვი და მოდი იყოს და თუ არ დაგჭირდება იყოს და ყველა ციხე ბათუმის ციხე იყო ზუგდიდის ციხე იყო რაღაცა კატასტროფა ის საერთოდ დავანგრიეთ ხო კადრებზე გეტყვი კადრები და მე ვთქვი იყოს დავაარქიო და მე ხო დაგჭირდა რომ რა იყო და რა არის ახლა პარალელის გავლება და იცი კიდე რა მინდა ვთქვა რომელიღაც ახლა ცნობილს საიტებზე აღარ მინდა უკვე დავიღალე ბოლო-ბოლო ჩემი ყოფილი ისინი არიან ასე ვთქვათ მეგობრებიც და რაღაც ერთი პროფესია იყო ციხეზე როდესაც რაღაცას წერენ იცი როგორ კამერას უჩვენებენ რომელიც ბუნებაში არ არსებობს დღეს ქართულ ციხეებში და სულ მინდა ვუთხარ რომ ხალხთან სხვანაირია კამერები სხვანაირია ყოფა არა დაანებიან ძველ ფოტოებს ახლა მიშას კამერას ნუ მიჩვენებ დღევანდელ ამბავზე მომხდარზე თორე ციხე არის უბედურება თავისთავად აგერ ეხაც რაღაცა უბედურება მოხდა და ადამიანია გარდაცვლილი რა თქმა უნდა გამოვიწიოთ რა თქმა უნდა თავისთავად დღეს ბოლომდე ჩავეძიო ბოლომდე მე ვთქვი რომ უყურეთ როგორი რაღაცა იყო ესენი უაპელაციოდ საუბრობენ უკვე ცემა წამება უბედურება სლავები ვითარიან გადაქცეული როგორ შეიძლება წინასწარ ისაუბრო იმაზე რაზეც ერთი გამოძიებაზე ოფიციალური დოკუმენტა ოფიციალური განცხადებით გამოვიდნენ და თქვეს რომ ყველა დაკითხული აბსოლუტურად გარემოცვაც პოტენციური გარემოცვაც მოწმეც ან პოტენციური მოწმეც აბსოლუტურად ფაქტი არ ფიქსირდება ამის რომ იქ წამება მოხდა ამ ადამიანის კონტროლზე ქონდა ომბუდსმენს აყვანილი და ომბუდსმენი არაფერს არ ამბობს არა ესენი გამოვიდნენ და თქვეს რომ აი ციხეში ისეთ უბედურება ხდება რომ ყოფით ნიადაგზე რა მოხდა ფეხი დაუცურდა ხელი კრავინმე ამას კი არ საუბრობენ კითხვის ნიშანს კი არ სვამენ წამება იყო და ეს იყო თუ ვიღაცას არ ესმის რომ ციხეში შიდა პრობლემებიც არსებობს და იქ არც ხედან ახლა მეორე კლასელი ბავშვები ხო კრიმინალების არის ციხე გასაგებია რომ ახლა კადრებთან დაკავშირებით გაგახსენებთ ერთ მომენტს მე
არაერთხელ ვისაუბრე ამაზე, ეს მინდა ხშირად ვამბობ ამას ყოველთვის, რომ კარგად იცოდეს საზოგადოებამ და აი ახალგაზრდებმა, ვინც არიან დაინტერესებული ამ მიმდინარე პროცესებით. როდესაც შეიქმნა კომისია და იქ წამყვანი როლი მიენიჭა ჟურნალისტებს, არასამთავრობო სექტორს, მე კადრებს ფარულ ჩანაწერებს, პოლიტიკური პირადი, ასე შემდეგ, ქვეყანა, რომელიც შემდეგ განადგურდა. იქ ხდებოდა ასეთი რამ, რომ განსაკუთრებულად აქტიურობდა არასამთავრობო სექტორი, რომ ეს უნდა განადგურებულიყო. აუცილებლად უნდა განადგურებულიყო ეს კადრები. განადგურდა, მათ გადამწყვეტი როლი ჰქონდათ ამ პროცესში, განადგურდა ეს კადრები და ჰოის აუცრება. უკრაინიდან აიწვირთა შემდეგ ამ კადრების დუბლირებული ვერსიები, აი უკრაინიდან, სადაც ზურადეიშვილი ბრძანდება, რათა ახალაიები და მთელი ნაციონალური დესანტი რომელიც არის, ხო. აი იქიდან აიწვირთა. რა გააკეთეს ამ არასამთავრობოებმა გამოვიდნენ და ესო ხელისუფლების ის არის, რა ქვია, პრეროგატივა უნდა და როგორ შეიძლება განადგურებული კადრებით რაიმე გამოიძიო. ხო და მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი განადგურებას. დამოკიდებულება იყო, აი სად წავიდნენ. ეს ადამიანები იყვნენ, უყურეთ, გიგაური, როდესაც კაპიტნის ფორმას ირგებდა, მაშინ სახელმწიფო ჩინოვნიკი იყო, შემდეგ ახლა NGO სექტორის დედოფალი გახდა. მოგეთ, იმეც ვიტოვებ, რომ რაღაც სამართალი დადგება ბოლო-ბოლო და მე შენ კიდე გავაგრძელებთ ამაზე საუბარს. ძალიან დიდი მადლობა, მე გემშვიდობებით. მანამდე ეთერი არ იქნება და ყველას მინდა მოგილოცოთ ომის 80 წლის თავი, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ცოცხლები არიან და დიდი ხან ჯანმრთელობა ვუსურვო. მადლობა.